აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი არსიანი ქალაქ ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ყაზახეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. 25 მაისს ანსამბლი მცირე საკონცერტო პროგრამით წარსდგება საელჩოს მიერ დაგეგმილ ოფიციალურ მიღებაზე, რომელსაც დაესწრებიან ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ყაზახეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. 26 მაისს გაიმართება არსიანის სოლო კონცერტი ქალაქ ასტანას სახელმწიფო თეატრ ჟასტარის სცენაზე. ანსამბლის სპეციალური პროგრამით წარსდგება საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. პროგრამა მოიცავს საცეკვაო და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიების მიზანია საქართველოს ეროვნული იდენტობის გაძლიერება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით. ყაზახეთში გამგზავრებამდე ანსამბლმა გენერალური რეპეტიცია გაიარა. აჭარის მთავრობის, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ყაზახეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით აკადემიური ანსამბლი არსიანი მიემგზავრება ქალაქ ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ანსამბლმა უნდა წარადგინოს ქართული ფოლკლორის მთელი სილამაზე და უნიკალურობა. მსგავსი ტიპის გასვლითი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გასტროლი. ჩვენ მოცეკვავეები დიდი პასუხისმგებლობით მოვამზადეთ საგასტროლო პროგრამა. მაქსიმალურად შევეცდებით საერთაშორისო საზოგადოებას მაღალ დონეზე წარმოუდგინოთ ქართული ფოლკლორი.